დღეს რანჩოს დაარსებიდან 2 წელი გავიდა და გადავწყვეტეთ დაგვეპატიჟებინა ჩვენთან ის ადამიანები, ვინც ხშირად დადიან. და დღეს გვექნება 4 საათიანი ტური. ქეთათო, გუგა, ანანო ესენი არიან ის ადამიანები, ვინც ჩვენთან უკვე ძალიან ხშირი სტუმრები არიან და უკვე ჩვენი მეგობრები. აბა რას გვეტყვით, როგორ გვიპოვეთ და რატომ არ გვეშვებით? მე აზრით რაღაცა არის ამ ადგილში, რაღაც addiction-ს იწვევს რა და ჩვენ ვცდილობთ რომ გავთავისუფლოთ, მაგრამ რავი, მე ვერ მოვახერხე შენ. ესეთი ვარ. ხო, შემთხვევით გიპოვეთ და დანებება ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეგ უკვე თქვენ უნდა იმას ვიქნათ და ცხენები, ხო, ან ცხენები არის ისეთი ტიპები და ისეთი ხასიათების ისინი რომ გიტყუებენ, გეძახიან. ნუ არა მარტო ცხენები, აქ დაგხვდება ძალიან სასიამოვნო გარემო, მეგობრები ფაქტობრივად და ძალიან საყვარელი ხალხი. ნუ პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ მართლა ყველაფერი მოვლილი მაქვს და ეს არის განსაკუთრებული რანჩო ადამიანებით და ცხენებით და ყველაფრით, ადგილით და გარემოთი. და აი დღეს ვარ უბედნიერესი, მართლა ყველა ჩამოსვლაზე უბედნიერესი ვარ, მაგრამ დღეს განსაკუთრებით რომ ამდენი ადამიანი ერთად წავალთ საჯირითოდ, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. მინდა და ჩემს საყვარელ ცხენზე დაგზავნა და რეზი მარდამსო ეს მხოლოდ ჩემიაო და რეზი რატო არ? როცა აკვარი მაგცანზე ჩემ გარდა არავინ არ აჯდება. მე როცა აკვარი მაგცანზე არავინ არ აჯდება და გაანებით ჩემოსასწავლო. ვაი, ეს გიდი ეს ნალაპარაკობდეს. უკანა ფოზე რა მოყვირის. თუნდი მომსახურეობა, არ მოხვიდ. ჩორობად დაჯდებით ცხენზე, წავხვალთ 1 საათიდან 4 საათამდე, რომ დაბრუნდებით, თავს წარმოიდგინეთ შუა საუკუნეებით რაინდაც. ავიძარით უკვე განწყობა არის უმაღლესი. ძალიან მოსწყურებია ჩვენ ცხენებს, ალბათ ბევრი ვარ ვენინეთ უკვე და მაგიტო. ბოლოს ისე სუნთქავდა რომ შემეშინდა შეტევა არ მოვიდეს მეგობრებო მოკლედ მე დანამ ვერ მოვითმინეთ და გამოვაგელვეთ, ვეღარ დაველოდეთ იმათ და ვიწერეთ, ანუ ძალიან მაგრა ვიწერეთ, ეხა ეგ სიმართლე უნდა თქვას. მე რალაშა დაგვეწია, აგვეწია ყური, გამოგვანძღა. არ დაგინახოთ, რომ რომელიმე წინ გადამასწროთ და ეხა როგორც ხედავთ, ბოლოები მოვჩანჩალეთ. დავჩახრილები და დასჭილები. მაგრამ ძალიან მაგარი იყო. Идите! Да! Бас! მარტო რეზისაცია პალომინოს მაისური. ყველაზე პატრიოტი ყავს. ცხენ და ცხენ უნდა მივიდეთ იმ გორამდე, ნახეთ გარშემო როგორი ხედები გვაქვს. აი ეს ჩემი მამაკაცი. მინუცა ძალიან უხდება თავის ცხენს. ორივეს ჩალისფერი ძუ აქვს. როგორც ხედავთ, ფანტასტიკური ხედები გვაქვს 360 გრადუსიანი. ახლა ცოტა ნისლია შუა დღე და ამიტომ ისეთ ფერები არ არის და კარგამიჩი კინოებს კი ხედავთ. ახლა ბუდონად ჩანს. ახლა გვაინტერესებს რომელი ცხენი უფრო წინავა იქნება და შევაჯეროთ. ახლა ვიწყებთ დიდ სამზადის პატარა დოღისთვის. აი ცხენებამდე უნდა მივიდეთ. ახლა ხდება 100 მეტრი. მოკლე სპრინტი. საბამდე დავითვლი 1 2 3 წავიდა. დავაშვით უკვე რანჩოსკენ. ეხლა ანანომ უნდა მოპაროს რეზის ცხენი.
მოგდება მას. დანებდა რეზი მაინც დანებდა დასთმო ეს ხენი აი ჩაღანანო ნამდვილად ღირსეული საქციელი 100 კილოან ცხენები ჩავიკუზოთ ავთანავდი ძმა რეზი მიდი გამოაჭანა დაქანცულების ხამეს ყავს. არ ვიცი. ორს ასე გემრიელად ვასრულებ.